და შემდეგ როგორ ხორციელდება ისინი. ეს უფლება ყველას გვაქვს იმათ, ვისაც ომი უშუალოდ არ შეგხვებია და მით უმეტეს იმათ, ვისაც შეეხო ახლობლები დაეღუპათ სახლკარი, დაკარგეს და დევნილებად იქცნენო. მეორე მხარე სერგი კაპანაძე, საქართველოს რეფორმების ასოციაციის თავმჯდომარე, ფიქრობს, რომ საქართველოს საერთაშორისო იმიჯს აუცილებლად ავნებს განცხადებები, რომ ომი საქართველომ დაიწყო, როდესაც უმაღლესი პირი გამოდის და იმის გამო, რომ საკუთარი პოლიტიკური მოწინააღმდეგის დაზიანება სურს საბრძოლო მოქმედებების დაწყებაში საქართველოს მაშინდელ ხელისუფლებას ადანაშაულებს, ამ დროს ზიანს აყენებს ქვეყნის საერთაშორისო იმიჯსო, მიიჩნევს ის. საზღვრებში დაკარგულები რეპორტაჟი კონფლიქტის რეგიონიდან 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომიდან თითქმის 5 წლის შემდეგ კონფლიქტის ზონის მოსაზღვრე სოფლებში ადმინისტრაციული საზღვრების გადმოწევისა და მავთულხლართების გაბმის ფაქტები გახშირდა. ამ სოფლების ნაწილში რუსი მესაზღვრეები ადგილობრივებს ნაკვეთების დამუშავების უფლებას არ აძლევენ. მავთულხლართებით თუ 100 კილის ბუჩქით განსაზღვრული ადმინისტრაციული საზღვრის გადაკვეთა კი არც თუ იშვიათად დაპატიმრებითა და ცხინვალის ციხეში გადაყვანით სრულდება. ინტერვიუ ქვეყნდება ჟურნალ ლიბერალში. ლევან ბერძენიშვილთან კრიტიკას კვალიფიკაცია სჭირდებაო, მიიჩნევს ის და ერთ ციტატას მოვიყვანთ. ჩვენი საზოგადოება საკმაოდ თამამია Facebook-ში და მთხრია, როდესაც საქმეზე მიდგებაო, მე რომ მინდოდეს ახლა მაგალითად მათრახი ვიყიდო, როგორც სექსუალური ნივთი, ვერ ვიშოვის საქართველოში, მაგრამ ისე დაგვეცხნენ თავს, ვითომ ყველა ფეხის ნაბიჯზე იყიდებოდესო. კიდევ ერთი ციტატა, დღეს ყველა იდიოტ პოეტს შეუძლია არა მარტო Facebook-ში, არამედ Amazon-ზე დადოს თავისი წიგნი, ცენზურა არ არის, რედაქცია არ არის, იქიდან გაყიდული ნახევარს წაიღებს Amazon-ი, ნახევარს მოქალაქე გინდა მგლის ბილიკი დაწერე, გინდა ვეფხისტყაოსანი. ეს არც კარგი, არც ცუდია, ეს ახალია და თანამედროვე და მაინც არ ნიშნავსო პროგრესულსო, მიიჩნევს ის. ნახოთ კიდევ რაზე ამახვილებს ყურადღებას ჟურნალი ლიბერალი, უფასო სახელმძღვანელოები გამომცემლების ხარჯზე, როგორ უნდა დაბეჭდოს სამინისტროს გამომცემლების გვერდისავლით სახელმძღვანელოები და რატომ ლახავს ეს გადაწყვეტილება გამომცემელთა ინტელექტუალური საკუთრების უფლებას, შეგიძლიათ გაეცნოთ ჟურნალ ლიბერალში დეტალებს. ახლა კი გაზეთი ალია რა გაგრძელება მოჰყვა კვირის ქრონიკის კანონურ ინტერვიუს და სკოლის სახელმძღვანელოებმა შეიძლება ბავშვები დაწამლოსო კითხულობს გამოცემა. კერძოდ ინტერვიუ არის დავით წიქარიშვილთან, რომელიც გახლავთ განათლების მუშაკთა თავისუფალი პროფკავშირის წარმომადგენელი. ის საუბრობს წიგნის ხარისხზე, უბედურება ისაა, რომ არანაირად არ ხდება იმ სახელმძღვანელოების ეკოლოგიური ექსპერტიზა, რითაც ჩვენს ბავშვებს ვასწავლით. ეს სახელმძღვანელოები უმეტესად დაბეჭდილია თურქეთში და კაცი არ არის მომკითხავი, რა ქაღალდია ის, რასაც მერე ბავშვს წიგნის სახით ვაწვდითო, ამბობს ის. 75-მა უვადო პატიმარმა შიმშილობა დაიწყო, ვკითხულობთ ამავე გამოცემაში და რა გაგრძელება მოჰყვა კვირის ქრონიკის სკანდალურ ინტერვიუს. ალია წინა ნომერში ახალაიევისა და მერაბიშვილის დაპირისპირების შესახებ წერდა, სტატიის გამოქვეყნებიდან 3 დღეში დათა ახალაიას სახელით Facebook-ში მიმართვა გამოქვეყნდაო, ამბობს გამოცემა. მოდი ნახოთ რას წერს გაზეთი 24 საათი. თავარი ისევ დასაქმება, 24 საათი ეხმაურება NDI-ის მიერ ჩატარებულ კვლევას, კითხვაზე რომელი ეროვნული საკითხებია თქვენთვის და თქვენი ოჯახისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი. პირველ ადგილზე დგას სამუშაო ადგილები და როგორც ეს ტენდენცია მეორდება სხვადასხვა კვლევაში, პირველ ადგილას სწორედ უმუშევრობაა დასახელებული პრობლემად. ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ კანონი ისევ გადაიდო, მინდარე სასესიო კვირას პარლამენტი ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ კანონში შესატანცვლებს აღარ განიხილავს, ვითხულობთ 24 საათში. დღეს პრესის მიმოხილვად ამით ვასრულებთ, ცოტა ხანში ჩვენი სტუმარი ნინო სოხიშვილი იქნება. მაესტროს ეთერში რეკლამის დრო, რეკლამის შემდეგ ამინდის პროგნოზით და სტუმრით დაგიბრუნდებით. აუგზარა პირდაპირ ეთერშია. წარმატებული უკრაინული ტურნესა და სანქტ-პეტერბურგში გამართული კონცერტის შემდეგ ქართული ნაციონალური ბალეტი კონცერტს თბილისშიც გამართავს. კერძოდ 9 მაისს დეტალებზე ისაუბრებს ანსამბლის ხელმძღვანელი ნინო სოხიშვილი. დილამშვიდობისა, მადლობა რომ გვეწვიეთ. დიდი მადლობა მოწვევის. საზღვარგარეთ მე არა მარტო ქართული ხელოვნება და კულტურა გამაქვს, არამედ ქართველი როგორც ეროვნებაო, ამბობდით ერთ-ერთ ინტერვიუში. მოდი შევაჯამოთ, როგორ ჩაიარა ამ ეროვნების პრეზენტაცია მას უკრაინასა და მოლდოვაში. ძალიან კარგად, ჩვეულებრივ სამებრეს უკვე მერვე
მერვე წელია ჩვენ დავდივართ უკრაინას, ბელორუსიასა და მოლდავეთში, ეს ერთი ტურის ფარგლებშია სამივე ქვეყანა. ძალიან კარგი სააგენტო გვაქვს და მერვე წელია გვეპატიჟება, ეს ტრადიციულად ზამთარი გატარებული გვაქვს უკვე მერვე წელია უკრაინაში ძირითადად. თუმცა მოლდავეთში, ყოველთვის მოლდოვაში, კიშინიოვში ვმართავთ კონცერტებს და ბელორუსიაში, მინსკში იყო ძირითადად ყოველ წელიწადს, მაგრამ წელს კიდე დაგვემართა სხვა ქალაქები, ეს იყო ვიცებსკი, მოგილოვი და გომელი. ასე რომ ბელორუსიასაც ნელ-ნელა ვიპყრობთ. თქვენ ნახევარი ვიყავით, 41 კონცერტი გავმართეთ, საკმაოდ დაძაბული, მაგრამ ძალიან წარმატებული ტური იყო. ჩამოვედით რაღაც 2 კვირით, სულ რაღაც ხანმოკლე პერიოდით და ისევ წავედით პეტერბურგში, ხანგრძლივი ესეთი შუალედის მერე გავმართეთ 2002 წლის მერე ჩვენ არ ყოფილვართ კონკრეტულად პეტერბურგში და ერთი კონცერტი ძალიან დიდი წარმატებით ჩატარდა ესეც და ერთი კვირა რაც დაგიბრუნდით საქართველოში და აი ახლა ვემზადებით უკვე აქ კონცერტებისთვის. მინდა რომ ამ საკითხსაც შევეხო, იმიტომ რომ ერისთან დაკავშირებული მაგორებული სკანდალის პარალელურად მაშინ თქვენ განაცხადეთ რომ არ გამორიცხავდით რუსეთში წასვლას და კონცერტის ჩატარებას. ასეც მოიქცეთ 3 აპრილს იყო თორცები სანქტ-პეტერბურგში გამართეთ კონცერტი. რამ გადაგაწყვეტინათ ეს ნაბიჯი მიუხედავად იმისა რომ იყო საკმაოდ მკვეთრი უარყოფითი რეაქცია საზოგადოების მხრიდან? იცით მართალი გითხრათ პეტერბურგთან მე სხვა განწყობა მაქვს გასაკვირველია ესეც და მაგრამ ეს მაინც კულტურული ცენტრია რუსეთის და თან ეს თვითონ ეს კონცერტი ჩატარდა ქართული პროდუქციის კონკრეტულად ქართული ღვინის შესვლას რუსეთის ბაზარზე. ეს არის ფირმა ასკანელი და ბატონი გოჩა ჩხაიძე და მისი არაჩვეულებრივი მეუღლე ირმა ნიორაძე იყვნენ სულის ჩამდგმელები ამ კონცერტის და ისევ ქართული პროდუქციის გასვლას და ეკონომიკურად ესე იგი ქვეყნის მომაგრებას და ცოტა პატრიოტული მოტივებიც ჰქონდა ამ კონცერტს და ამიტომ დამთავრდი. თუმცა არ მოვრიცხავ მომავალში გძელვადიან ტურს რუსეთშიც, მაგრამ ცოტა დაკავებული გრაფიკი გვაქვს, ამიტომ როგორ მოხერხდება ჯერ არ ვიცით. საბედნიეროდ გვაქვს ჩვენ იმის არჩევანი, რომელ ქვეყანაში წავიდეთ, რომელში არ წავიდეთ, ძალიან ბევრი მოწვევები გვაქვს, თუმცა მე ვფიქრობ რუსეთი ძალიან დიდი ბაზარია და მიუხედავად იმისა, რომ უკრაინამ და ბელორუსიამ შეავსო ეს ბოლო წლები ეს ვთქვათ იმ ბაზარზე კარგად მიდის ჩვენი ხელოვნება ძალიან, მაინც მე ვთვლი, რომ არ იქნებოდა ურიგორო არა მარტო პროდუქცია ხელოვნებაც ნელ-ნელა შევიდეს. თუმცა ეს მძიმე პოლიტიკური მდგომარეობა ცოტა გვაფერხებს, მე პირადად ცოტა გული მეთანაღრება არ მინდა ხოლმე არამეგობრულ ქვეყანაში შესვლა გასტროლებით, მაგრამ აი ამ კონცერტმა რაც პეტერბურგში მე დავინახე რა წარმოუდგენელი წარმატება იყო და არა მარტო ჩვენი პეტერბურგის მე საქმის კურსში ვარო არაჩვეულებრივ ჩატარდა რუსთავის და ერისიონის კონცერტები მოსკოვშიც და ხალხი მოწყურებულია ამას და იცით მე დავამატებ რომ ნამდვილად ჩემთვის რუსი ხალხი, ჩვეულებრივი რუსი ხალხი და დაუშვათ კრემლი და რუსეთის მთავრობა სხვადასხვა რამეა. ანუ თქვენ რეალურად მიგაჩნიათ რომ გამიჯნულია პოლიტიკა და ხელოვნება ერთმანეთისგან. იცით რა, რაღაცა ფორმით ალბათ გამიჯნული არის, მაგრამ საერთოდ ბევრია, იმიტომ რომ არ ვიცი, ალბათ ცოტა რთულია, თუმცა მე ვთვლი რომ ჩვენი კონცერტები არის პოლიტიკა. როცა დავდივართ ამ თელ სოფლიოში და გაგვაქვს საქართველოს სახელი, რასაკვირველია ეს პოლიტიკა. აქ ჩვენ ქვეყანაზე კარგ განწყობას უქმნი ხალხს და ვინც აღთოვანებით მოდის კონცერტზე და მერე გამოდის ესეთი ეიფორიაში და ესეთი ემოციით, რასაკვირველია ქვეყანაზე უკეთესი შთაბეჭდილება უჩნდება და რასაკვირველია ამ მხრივ პოლიტიკაა. მოდი მაშინ 9 მაისს დაგეგმილ კონცერტზე ვისაუბროთ. რატომ დამთხვეთ ეს თარიღი ფაშიზმთან დამარცხების დღე თუ არა, ეს უბრალოდ დამთხვევა. ფაშიზმზე გამარჯვების უბრალოდ. ეს დამთხვევა 9 და 10 მაისი ჯერ ერთი ფილარმონიის ესეთი დარბაზი არ არის ესეთი თავისუფალი ყოველთვის და თავისუფალი დღეები როცა იყო მაშინ დავნიშნეთ. ეს ჩვეულებრივია, ხა იქაც თავისი გეგმები აქვს და 9 და 10 მაისი თავისუფალი დღეები იყო. თუმცა თავისთავად რატომაც არა, ხა ეს მშვენიერი ესეთი მიზეზი იქნება, რომ კიდევ ერთი ქველმოქმედება გავწიოთ და ომის ვეტერანები სულ ცოტა დარჩა ალბათ დავპატიჟოთ ჩვენ კონცერტზე. ეს უკვე დიდი საჩუქარი იქნება ამათვის და ამითი გამოვიყენოთ ეს რიცხვი. და ნუ ეს 2 დღეა გეგმილი, ძალიან ვემზადებით, რასაკვირველია სიახლეს შევთავაზებთ ჩვეულებრივად როგორც ყოველთვის
თუმცა ეს ბოლო 2 წელი ჩვენ სულ ვატრიალეთ ჩვენი ძველი ტრადიციული პროგრამა თბილისში, რომელიც ძალიან მონატრებული იყო და ეხლა გადავწყვიტეთ, რომ ისევ სიახლე შემოვთავაზოთ მაყურებელს, იქნება ესეთი შერეული პროგრამა, საუკეთესო ნომრები იქნება როგორც ჩვენი ტრადიციული კლასიკური პროგრამიდან, ასევე ახალი პროგრამიდან და რასაკვირველია ინტრიგა ყოველთვის. ნინო, თქვენ ილიკო სუხიშვილის მსგავსად ანსამბლის უდიპლომო დირექტორი ხართ, ესე ვაწოდებით ერთ-ერთ როლში თავს და თუმცა ცხოვრებაში სულ სხვა მიზნები გქონდათ, გეტრელებინათ ჩარხი და ქოთნები გეკეთებინათ. რატომ აიღეთ ეს ტვირთი საკუთარ თავზე? მიცით როგორ ხარ, რატო უდიპლომო? მე უმაღლესი განათლება მაქვს. მე გულისხმობ ერთ-ერთ ინტერვიუში სწორედ ასე ახსენეთ, იმიტომ რომ საინტერესო ისტორია ილიკო სუხიშვილი როგორ დაიბარა ბერიამ და ილიკო სუხიშვილი სწავლობდა მოსკოვში 30-იან წლებში ფაკულტეტი იყო სადირექტორო ერქვა. ალბათ ეს იგივეა, რაც დღეს ჩვენთან სამენეჯერო ან არც ბიზნეს მენეჯმენტს რო ეძახიან, ხო, ესე უცხოურად. ადრე ეს ერქვა სადირექტორო. ალბათ ამის სათქმის იყო. მე არა მაქვს ესეთი არაფერი კონკრეტულად დამთავრებული არც სადირექტორო ფაკულტეტი და არც მენეჯმენტი, მაგრამ მე აკადემია მივიღე დიდი ანსამბლში მუშაობით და ბაბუას გვერდზე მუშაობით, ბებიას გვერდზე, მამაჩემის გვერდზე ძალიან ბევრი რამე ვისწავლე და დიპლომო ბჭყალებში ვიგულისხმობთ. ნამდვილად ვიტყვი, რომ აი როგორ წარმართვა ეს შოუ ბიზნესი, ნამდვილად კარგად ვიცი, მოურიდებლად ვიტყვი ამას, იმიტომ რომ ძალიან ბევრი პროდიუსერები ყავს ყველა ქვეყანაში, ძალიან დაგეგმილი გვაქვს წელი, ხანდახან 2 წლით ადრე შევსებულია საგასტროლო გრაფიკი და მადლობა ღმერთს წარმატებით მიმდინარეობს ჩვენი ანსამბლის კონცერტები. გაგიხსენებინათ ის ისტორია, რომელიც უკავშირდება თქვენს გადმობარებას, აი თურქეთის იმიტომ ახსენე. როგორც ვიცი, თავად ილიკომ გთხოვათ, რომ გაგიგრძელებინათ ეს ტრადიცია საავადმყოფოში. ეს საინტერესო მონაკვეთი წავიკითხე ერთ-ერთ გამოცემაში. იცით, ეხა ესე კონკრეტულად ესე არ ყოფილა კი, ეხა ილიკოს ყოველთვის უნდოდა, რომ საქმე გაგრძელებულიყო და ეს გვარი ყოველთვის აფიშებზე ყოფილიყო, რასაკვირველია, მაგრამ ასეთი კონკრეტული რაღაც არ იყო, არც დაძალება, არც მოთხოვნა, არც ჩემზე, არც ილიკოზე. იცით, აი გასაკვირიც იყო, არანაირი არ იყო დაწოლა მშობლების მხრიდან ზეწოლა, ხო, იმდენად, რომ აი თავისუფალი არჩევანის უფლება ორივეს ჩვენ გქონდა და რაღაცნაირად მართლა გადავწყვიტეთ ეს აგვერჩია და დღეს ვერ წარმომიდგენია თუ რამე სხვის გაკეთება არ ვიცი ვაპირებდი და ნამდვილად სუხიშვილები არა მარტო გვარია, პროფესიაც არისო, ასე დაასათაურა ხელმა შოკოლადმა სტატია თქვენი თქვენს პორტრეტზე მუშაობისას. მართლაც რამდენად საპასუხისმგებლოა ხელმძღვანელობდე საუკუნის ისტორიის მქონე ანსამბლს? ძალიან საპასუხისმგებლოა, მაგრამ ამასთანავე არის ძალიან დიდი ბედნიერება. იცით, საოცარი სიამოვნება, როცა აკეთებ შენი წინაპრების საქმეს და აკეთებ წარმატებულად და მართლა ეს გვარი უკვე პროფესიად გადაიქცა და ჩვენი მოცეკვავე ყველა ვისაც ეკითხები, სად მუშაობს, სუხიშვილებში გიპასუხებს და ნუ ნამდვილად ეს ისეთი უკვე ცეკვის სინონიმი გახდა და ძალიან ვცდილობთ, რომ ეს დონეს გვეჭიროს და მაქსიმალურად ეს იქნება ძველის შენარჩუნება, აღდგენა თუ ახლის შექმნა, ყოველთვის შეესაბამებოდეს იმ დონეს, რაც ჩვენ ანსამბლს ეკადრება. სწორედ ახალზე მინდა გკითხოთ, ისაუბრეთ, რომ სიახლეს შესთავაზებთ მაყურებელს და მომსვლელ სტუმრებს, მაგრამ უფრო ზუსტად ეს არის სამოსი, ეს არის ცეკვები თუ რაში შეიტანეთ სიახლე? ცოტა ყველაფერი არის, რაღაც დეტალებში იქნება სიახლე, ნუ ხა მე ბევრ ამას არ გამოგიტყდებით ყველაფერში, მაინც დავტოვებ ის ინტერესს მაყურებლისთვის, მაგრამ ძირითადად ეს იქნება პროგრამა, საუკეთესო ნომრები იქნება არჩეული, როგორც ძველი კლასიკური პროგრამიდან, ასევე ახლიდან და ისეთი შერეული იქნება. ჩვენ სხვადასხვანაირად ვადგენთ ხოლმე პროგრამას, ხან ყოფთ პირველ განყოფილებას, მეორეს, ახალ ძველს. ეხლა შერეულად ვაჩვენებთ ამას, ახალი ნომრებით გვექნება და თან სამოსშიც რაღაც ესეთი დეტალების შეტანას ვაპირებ. მიუხედავად იმისა, რომ მსოფლიოს ბევრი ქვეყანა აქვს სუხიშვილებს მოვლილი, რითაც არ ყოფილა საბჭოთა კავშირში განებრივებული სხვა ანსამბლები, მაინც ვიცი, რომ რაღაც გარკვეული ცენზურა იყო დასაწყისში. ისტორია, მაგალითად, როდესაც სტალინს წარუდგინეს ნინო რამიშვილი, ცივად გადახედაო და დასაჭერია ეს გვარიო, თქვა. ამის შემდეგ თუ იყო გარკვეული ცენზურა მაინც, თუნდაც საქართველოში, თუნდაც იმ ქვეყნებში, სადაც მოგზაურობდით, ამის შესახებ. იცით რა, როგორ არ იყო ცენზურა, ყოველთვის იყო, ყოველთვის დაყვებოდა ანსამბლს მოგზაურობაში
ქვეყანაში უშიშროების წარმომადგენელი, ხან ერთი, ხან ორი. ყოველთვის იყო ცენზურა, რა უნდა გეცეკვა, რა არ უნდა გეცეკვა. ყველა დაუშვათ სახელმწიფოს მეთაურს სხვადასხვა ეტაპზე ქონდა საყვარელი ცეკვები და არასასურველი ცეკვები და არასასურველი ცეკვები შეიძლება და? კი, ნუ ხა ზოგს ეს ხარ ვიცი, ზოგს კინტოური მოწონ, ზოგს ჯუთა, ხა ეს ინდივიდუალურია და ამიტომ ხა იყო რაღაცა ყოველთვის, აი მე მახსოვს კომუნისტების დროს ძალიან ესეთი ხშირად იყო ანსამბლზე, ესეთი ცუდი ზეწოლა, ძალიან უშლიდნენ ხელს ბევრ რამეში, გასტროლებზე არ გაშვებით, მაგალითად სხვისი თუ პროდიუსერი გითხოვდა შენ წუყიშვილის ანსამბლს, ჩვენ გვერდზე გადაგდებდნენ და სხვას შესთავაზებდნენ, ვისი წინ წაწევა უნდოდათ და ასე შემდეგ. ძალიან ბევრი პროდიუსერი მაგალითად იძულებული იყო წაეყვანა რუსეთის ძალიან ბევრი კოლექტივი იმის ხათრით, რომ მერე ჩვენ თავს გაატანდნენ. ნუ ამიტომ რაღაც რასაკვირველი ეს ყოველთვის იყო, სიძნელეები იყო, მაგრამ ასე ვთქვათ, იავარდებით მოფენილი არ იყო ჩვენი მუშაობა ყოველთვის, მაგრამ თავარი იყო ეს საოცარი სიამოვნება, როცა სცენაზე გამოდიხარ და მაყურებელი ეს იქნება საქართველოს თუ სხვა ქვეყანა ფეხზე დამდგარი ტარს გიკრავს, ეს არის ძალიან დიდი ეს ყველაფრის გასაბათილებელი იყო ყველაფერი.